სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადო სამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტეს შობის შემდგომ კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა იოსებ მართალს, დამწინდველს. ასევე წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ძმად წოდებულს, როგორც უფალ იესო ქრისტეს ყველაზე ახლობელ ადამიანებს. მათთან ერთად იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ დავითს, რომელიც გარდა იმისა, რომ მაცხოვრის წინაპარი იყო, სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით მეც წინასწარმეტყველებდა მაცხოვრის შესახებ. და ასევე ძველი აღთქმის სხვა მოღვაწეებზე მეტად მიუახლოვდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ აღთქმისეულ სულიერ განწყობას. ეს გამოვლინდა მის თვისებებში, მის განსაკუთრებულ სიმდაბლეში, სინანულში და სხვა თვისებებში. დღეს არის ასევე 14,000 ბეთლემელი შვილის ხსენება, შეგვეციოს მათი მადლი. და აი ამ ხსენებული წმინდანების ცხოვრებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ მათ განსაკუთრებული სახით ეძლეოდათ ღვთის შეწევნა. აი დღევანდელი სახარებაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება ზოგჯერ განსაკუთრებული სახით მიეცეს მოევლინოს ღვთის შეწევნა. მართალ იოსებს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ ახალშობილი ჩვილი იესო და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი წაეყვანა ეგვიპტეში. რაც იოსებმა შეასრულა. შემდეგ ჰეროდე მეფის გარდაცვალების შემდეგ ანგელოზი ისევ გამოეცხადა იოსებს და უთხრა, რომ უკან დაბრუნებულიყო სამშობლოში. მათთან ერთად იოსებიც ადგა და დაბრუნდა. მაგრამ წავიდა ნაზარეთში. რათა აღსრულებულიყო ყველაფერი, რაც წმინდა წერილში წერია უფალ იესო ქრისტეს შესახებ. იქ ნათქვამია ბეთლემზეც, ნათქვამია ეგვიპტეზეც, დღეს იყო სახარებაში ეს მონაკვეთი და ნაზარეთზეც. აი მართალ იოსებს შეეძლო არ დაეჯერებინა ანგელოზისთვის. მაგრამ მან დაუჯერა ისევე როგორც დაუჯერეს ანგელოზებს წყემსებმა, რომლებიც მივიდნენ იმ გამოქვაბულთან შობის ღამეს, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც დაუჯერეს მოგვებმა იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელმაც ისინი მიიყვანა იმავე გამოქვაბულთან. მაგრამ წმინდა ანგელოზები მხოლოდ ასეთ გამორჩეულ წმინდანებს როდი ეხმარებიან. არამედ ასევე ეხმარებიან ყველას, ვინც ღმერთისკენ, ზეცისკენ მიისწრაფის. ისინი მზად არიან ყოველთვის ჩვენ დაგვეხმარონ. აი, შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს, რომ ამიერიდან დაინახავთ გახსნილ ცას და ანგელოზებს აღმავალთ და ჩამომავალთ ძესაზე და კაცისასა. ეს სიტყვები ყველას განეკუთვნება, ყველასთვის არის ნათქვამი. მაგრამ ამას რომ ვეღირსოთ, საჭიროა რომ ჩვენც გვჯეროდეს ანგელოზების, დაუჯეროთ მათ, ისევე როგორც მოგვებმა, წყემსებმა და აი მართალმა იოსებმა. და ასევე ვიცხოვროთ უფლის ცნებებით, ვეცადოთ ყველანაირად, რომ ღვთის ცნებებით ვიცხოვროთ.
მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ ჩვენ. ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა. ისინი გვეხმარებია ჩვენ რომ მივიღოთ საღვთო მადლი, მაცხოვნებელი მადლი, ის სულიწმინდის ნიჭები, რომლებიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე და აქ დაგვიტოვა. ამაში გვეხმარებიან ანგელოზები. ისინი გვეწევიან ჩვენ, რომ ჩვენი სულის წიაღიდან მოვიპოვოთ ოქრო. ეს ოქრო, რომელიც მოგვებმა მიართვეს ახალშობილ მაცხოვარს, განასახიერებს ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვას, რაც ვლინდება შემოქმედებით აქტივობაში, რითიც ჩვენ ასე ვემსგავსებით ღმერთს. ანგელოზები გვეხმარებიან ლოცვაში, რომელიც გუნდრუკივით აღიწევა მაღლა ღმერთისკენ. გუნდრუკი ხომ არის გულითადი ლოცვის სიმბოლო, რომელიც ასევე მიართვეს მოგვებმა მაცხოვარს. და ბოლოს წმინდა ანგელოზები გვეხმარებია ჩვენ, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება, სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც იგი თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.